დილამშვიდობის. 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 Ne yapıyorsunuz? რას ეკეთებთ? ყავას ვსაუბრთ და ვსაუბრობთ. გემრიელად მიირთვით. ღმერთო ჩემო ზეინებ, რა კარგია რომ ამდენი თვის შემდეგ გაღიმებულს გხედავთ. İyi uyandım diye. კარგ ხასიათზე გავიღვიძე. ჩემო ლამაზო. რა სიზმარი ნახე. Hay Allah bilmiyorum. არ ვიცი უბრალოდ კარგ ხასიათზე ვარ დანაშაულია? Fikret abi senin elinde. ფიქრეთ შენი ხელით მოტანილი ყავა ინდომება დამლა. რა თქმა უნდა ინდომება ჯობდა ორი მოგემზადებინა. შინც გაგიკეთებ და მოგიტან. ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს. რა გემრიელი გამოსულა. შეგერგოს ჩემო საყვარელო. No, niye bakıyorsun? ასე რატომ მიყურებთ? აბა, არ მოგვიყვები რა ხდება? კარგი მადის და ხიმილის მიზეზი რა არის? შენ სარყოფნაში აქ ნამდვილი კატასტროფა იყო. საინტერესოა რა გამოგვჭა. Yok anne. მოსაყოლი არაფერია. Havası iyi geldi. აგარაკზე ყოფნა მომიხდა. გილოცავ ნედიმე, ქალიშვილი ისევ დედას გეძახის. რა კარგი სიზმარი გინახავს შვილო. კარგი რა, სევდიანი ვარ პრობლემაა, ბედნიერი ვარ, ესეც პრობლემაა. ვერაფერი გავიგე. მისმინე. ახლა ვფიქრობ ვინმე რომ მოვიდეს, ყველასთან დასწრებით ხელი მომკიდოს და აგარაკზე წამიყვანოს, რაც არ უნდა მოინდომოს დავთანხმდები. მეც კი დავთანხმდები. ღმერთო ჩემო. საიდან სად მივიდა თემა საყვარელო? ღმერთმა დაგვიფაროს. იმედია არაფერი ყოფილა შვილო. Yani. Şimdi არ მოგატყუებთ და hoşuma მომეწონა რა თქმა უნდა. tabii. კონკრეტულად რა? Nedir tam olarak hoşuna giden? რა მოგეწონა? Beni oradan çıkar. ის რომ იქიდან გამომიყვანა. Kimsenin ის რომ ვერავინ ვერაფერი თქვა. Ay maşallah. ღმერთო. Sonra. მერე? Sonra. მერე? Sonra. Abi. მერე მე და ჩემი ძმა აქ მოვედით. Ben yukarı. ჩემს ოთახში ვიქნები. Sen bir şey anladın mı? რამეს მიხვდი საკინე? Ne deme? ნედიმე. გეტყოდი რომ სულელი ხარ, მაგრამ სულელი არ ხარ. Yatıyorsun kız. თავს გვაჩვენებ? ვერ ხედავ? ხალილ იბრაჰიმის წყალობით გოგორა მეცხრეცაზეა. Bence Halil İbrahim'le ჩემი აზრით ხალილ იბრაჰიმი და ზეინები ერთად იყვნენ. საიდან მოიტანე დამლა? ახლახან ზეინები ვნახე. ასეთ რამეს ხვდები. ალბათ მხოლოდ მე ვერ ხვდები. არა, ჩემო ცხოვრება. შენც ხვდები, მაგრამ არ გინდა აღიარო. მომისმინე დამლა, არცად გაიმეორო და ამ თემაზე არ ილაპარაკოთ. მეორე მხრიდან სიტუაციის დაძაბვა არ გვაკლია. ფიქრეთ ბეი, გამზე ჰამინი მოვიდა, თუ თავისუფალი ხართ თქვენთან დალაპარაკება სურს. ამის შესახებ შენ რატომ მეუბნები, შენი ცოლი სად არის? თქვენს დასთან ერთად. მართალი გითხრათ, ამბავს დამლა ჰანიმის საშუალებით გადმოგცემდით, მაგრამ გამზე ჰანიმს მასთან შეხვედრა არ უნდა. Yok çok iyi. არა, ძალიან კარგად მოიქეცი შოთა. Zaten მისი სახის დანახვა არც მე მინდა. სახლში ვიქნები საყვარელო. კარგი, ძვირფასო, კარგი. İlef tamam. ელიფ, საკმარისია უკვე. საკმარისია. ქალბატონო ზეინებ, მომიყევი რა მოხდა თორემ ცილს დაგწამებ. İftira რას ნიშნავს ცილს დამწამებ? ეს როგორ შეიძლება? სიმართლე მითხარი. არაფერს ვიტყვი. Ne oldu Cici? შენსა და სიძეს შორის რა მოხდა? გთხოვ, Zeynep. ზეინებ, bir şeyler oldu. რაღაც მოხდა. Yemin et ben biliyordum. Allah. ხო, ვიცი. მადლობა ღმერთს, როგორც იქნე. Elif tamam dur. ელიფ, კარგი მოიცადე. სიხარული ნაადრევია. Onu asla affetmem. ვუთხარი რომ არ ვაპატიებ. Sen olan olayları anlat. ჯერ მითხარი რა მოხდა. და შენ ცარიელ მუქარებზე მერე მომიყევი. დამლა როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს იმაში, რაც მე გადამხდა. იმის გამო ჩემს მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს, იმის გამო რაც ჩემი თანდასწრებით თქვი, შენთან გულახდელი უნდა ვიყო ფიქრად. ყველგან ვამბობ და შენს პირდაპირ გეტყვი. ჩემი ძმების დედა გახდები. დიახ, შეიძლება შენს ოჯახთან ცუდი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ შენ სულ სხვა ხარ. გულახდილობას რაც შეეხება, ეს ის არ არის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს.
კარგი, გისმენ. ზეინები ჩემს ძმასთან ქორწინებას იმედომ დათანხმდა, რომ ყველაფერი კიდევ უფრო მეტად არ გართულებულიყო, მაგრამ რაც მეორე მხრივ ხალილ იბრაჰიმთან გადაიდანა, ცუდად დამთავრდება. არ მინდა არც შენ და არც ზეინებს რამე დაგიშაონ. გმადლობ, მაგრამ ფიქრობ არსებობს საკითხები, სადაც დაძალება არ შეიძლება. თან როცა შენი ძმა საკუთარი კრიზის გამო აქ მოდის და ცდილობს ზეინებს რამის გაკეთება აიძულოს, ნამდვილად ცუდად დამთავრდება. რას ვერ ხვდებით? მე ვხვდები ფიქრეთ, ძალიან კარგად ვხვდები. არ შეიძლება ქალს ძალით რამის გაკეთება აიძულო. მით უმეტეს მე და ზეინებისნაირ ქალებს გრძნობებით ვმოქმედებთ. შენც იცი, რომ თუ კაცებს უნდათ რამე მოხდეს, უნდათ ეს რაც შეიძლება მალე იყოს. მამასაც უნდა, რომ ეს საქმე რაც შეიძლება მალე ქორწინებით დამთავრდეს. გამზე. ზეინებმა თქვა, რომ ქაანი გაიცნოს. თუ შენი ძმა ზეინებზე ძალადობას გააგრძელებს, ამჯერად თქვენ სახლში მე მოვალ და ეს კარგად ნამდვილად არ დამთავრდება. მამა შენს ზუსტად ასე გადაეცი. სიტყვა სიტყვით. რაღაც თუ მოხდა არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი მოგვარდა. არსებობს ქაანი. დიდემიც არსებობს. Önemli olan sizin თავარია თქვენ რა გინდათ? ქაანი, დიდემი, თქვენ შორის ვერ ჩადგებიან. çok da ısrar თუ ძალას დაგატანენ, arada kalan ორივეს გადაუვლიან. ხალილ იბრაჰიმ, შეიძლება ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა. გუშინ ღამით გელოდებოდი. მე მგონა ვისაუბრებდით, მაგრამ არ მოხვედი. საავადმყოფოში ვიყავი, გაიგებდი რაც მოხდა. გავიგე. სხვა რამეც გავიგე. მაგალითად, ზეინებთან დაკავშირებით. ვისგან გაიგე? სემასგან და ედანურისგან. დედამ, ნუ რაფერს მკითხავ, თუ ჩემგან არ გაგიგია. კარგი? გეკითხები, იმიტომ რომ შენგანაც მოვისმინო. კარგი. როცა სხვა ვინმესგან აღარ მოისმენ, მოგიყვები რაც გაინტერესებს. ძალიან გთხოვ დროა გარშემომყოფების ლაპარაკს აღარ მოусმინო. შენი ნებართვით. გმადლობ. კარგია, მოხერხებულად ზიხარ? კარგად ვარ. ბიძია, ჩაი გამომართვე. გმადლობ, შვილო. არაფერს. დილამშვიდობის. ბიძია, როგორ ხარ? კარგად გამოიყურები. კარგად ვარ, ძმისშვილო, გმადლობ. ისაუზმეთ, გელივით მშია. ვისაუზმეთ, რა თქმა უნდა. დაგაგვიანდა. როგორც იქნა, ბოლოს და ბოლოს შენგან ეს სიტყვები მოვისმინე, როცა ამბობს, რომ გელივით მშია. წადით და ვიღაც ნაკუწებად აქციეთ. იქნებ ახლაც ვიღაც ნაკუწებად აქცია, ოსმან, საიდან იცი? წავალ რამეს მოგიმზადებ. ის გულისხმობდა თუ რა. ხომ თქვი, რომ ისკანდერის სახლში არავინ მოუკლავს? მართალია, ჰალილ. კარხასიაძე ხარ, ასე ძალიან გიხარია, რომ მეთაური მეჯნუნი კარგადაა. ეს საკმარისი არ არის თუ რა? და სხვა არაფერია? არა. ან რომც იყოს, შენ არ გეტყვი. ყველაფერზე სახლში საუბარი ჩვევად გაქვთ. იმისთვის, რომ ერთმა ადამიანმა გაიგონოს. მაშინ სახლში არ უნდა გყავდეს ადამიანი, ვისაც არ ენდობი, ხალო. მისმინე ჰალოს ნუ მეძახი. ისე თითქოს ჩემი ჯარის მეგობარი იყო. უკაცრავად, ესე იგი, ჰალოს დაძახება მხოლოდ შენს ჯარის მეგობრებს შეუძლიათ? ბავშვობის მეგობრებს არა? კარგია და ჰანი, მჯობია წავიდე და რამე ვჭამო. წავედი. ოსმან, წამოდი. რა? წამოდი. რა მოხდა? სად მიდიხარ? არაფერია საყვარელო. თურან რა ხდება? ედანური მოგიყვება. მიდი. ედანურ რა მოხდა? ბედნიერი დავინახეთ. ერთი სიტყვა ვუთხარით და ისევ დამნაშავეები ვართ. დამნაშავეები რატომ ვართ? ალბათ დიდემმა გაიგონა ზეინებს რომ ლაპარაკობდით. თუ ასია აქ რას აკეთებს? კიდევ მოისმინოს, გაბრაზდეს და წავიდეს. ბიძია, არაფერ სიტყვი? ვიტყვი, შვილო. რა სიტყვი?
ჯობდა მომკვდარიყავი, ჩემს თავზე ვამბობ. ღმერთმა დაგიფაროს ბიძია. რა დროს სიკვდილია? როგორ ჩანს ხალილი და ზეინები შერიგდნენ. ბიძია დიდემი ისევ ამ სახლში რატომ არის ვერ ხვდები? გოგონებო, თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ზეინებმა და ჰალილმა რა გააკეთეს ან ჰალილ იბრაჰიმი და დედემი რას იზამენ? ის მოხდება რაც ბედს უნდა. მეც მინდა მოვკვდე, მაგრამ არ შემიძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ადამიანს უნდა. ალიჯან, დაკითხვას მიწყობ? არა, კაპიტანო, ისედაც ყველაფერი მოაგვარეთ, მაგრამ ხომ გესმით, შემკვეთები უნდა ვიპოვოთ. თავი დამანები ალიჯან. მალე მოვლენ და თავს თვითონ გამოამჟღავნებენ. განყოფილებაში წადი. ჩემი არყოფნა არ უნდა დაეწყოთ. თუ ვინმე გკითხავს, უთხარი რომ წლების განმავლობაში პირველად შვებულებაში ვარ. ესე იგი ძალაუფლება შენს ხელშია. კაპიტანი გეუბნება გამოძიება ჩაატარე, როგორც გინდაო. კარგი, კაპიტანო. კიდევ ერთხელ ჯანმრთელობას გისურვებთ. ბიჭები 24 საათი კართან დგანან. კარგი. კაპიტანო, თვალი არ გეცეთ, მალე გამოჯანმრთელდით. ჩემთვის უცხო ჭრილობა არ ყოფილა. თქვენს თავზე იფიქრეთ იმ ჭრილობებზე, რომლებიც ქალებმა მოგაყენეს. ჭრილობები არ გვაქვს, კაპიტანო, ჯერჯერობით. ჯერჯერობით. როცა ჩემს გადასარჩენად მოხვედი, სად იყო ეგ შენი მეგობარი? ისკანდერის სახლში წავიდა, კაპიტანო. ალიჯანს არ უთქვამს, რომ ისკანდერთან ვინმე მოკვდა. ზეინები იყო იქ, თორემ ყველას დახოცავდა. და ჭრილობები არ გაქვთ, ფაშა? თქვენი ტყვია სხვა, პატარა შედის და დიდი გადის. ბედია ასეთი. მეთაურო, მნახველი ყავთ. შვილო, ვინ მყავს, რომ სანახავად მოვიდეს? შერიფ ბეი, თქვენი ყოფილი მეგობარი თქვენ სანახავად მოვიდა. კაპიტანო, მე დაველაპარაკები. შემოვიდეს. როგორც მიბრძანებთ. გთხოვთ? თქვენ აქ დაელოდეთ. წარსულში დარჩეს მეჯნუნ. გავიგე ისევ ტყვია გიპოვია და მაშინვე გადაფარებულ ხარ. მაშინვე. შენს ხომ კარგად იცი, არასდროს იცი ტყვია საიდან გამოჩნდება. შერიფ. გავიგე კაპიტანი შენ გადაგირჩენია ოღუს. როცა მივედი გასაკეთებელი აღარაფერი იყო. უკვე ყველა მიწაზე იწვა. კაპიტანმა ყველაფერი თვითონ მოაგვარა, მადლობა ღმერთს. აი რა ვიფიქრე, დრო ამ საქმეს თავი დაანებო მეჯნუნ. რამდენი წლის ხარ ისევ პოლიციის საქმეში? თუ პენსიაზე გასულა გინდა მე მოგიგوارებ. რამდენიმე საქმე დამიტოვე, რომელსაც მოგვარება სჭირდება, მოვაგვარებ და ამის შემდეგ დავფიქრდები, პენსიაზე გავიდე თუ არა. შენც მართალი ხარ, ამბობ რომ მოვკვდები, მაგრამ სამსახურს არ დავტოვებო, იმიტომ რომ პენსიაზე ცოტა სიხდიან. შერიფ, რის მიღწევას ცდილობთ? ტყვია მოგხვდა, მაგრამ ჭკუა მაინც ვერ ისწავლე მეჯნუნ. როგორც ჩანს ვერ ისწავლი, სანამ ეგ ტყვია შუბლში არ მოგხვდება. ვერ მივხვდი, რის თქმა გინდა. უკვე ყველაფერი ვუთხარი, მაგრამ შენს გეტყვი. გადავწყვიტე მეგობრებიც მოვინახულო და მტრებიც, რადგან ჩამოვედი. ეგ ჰალილ იბრაჰიმი გუშინ მოვიდა და ძალიან თავხედურად მოიქცა. გადაეცი, რომ აქედან მასთან მივდივარ. მიდი, უკვე დიდი ხანია გელოდება, მიდი. ოღუს, ჰალილ იბრაჰიმთან წადი. ბოდიში კაპიტანო, მაგრამ საკუთარ თავზე თვითონ იზრუნებს. მე აქ დავრჩები თქვენთან ერთად. თუნებას მომცემთ, დავურეკავ და მოვალ. კარგი, კარგი. ყველა იმაზე ლაპარაკობს ისკანდერის სახლში, როგორ შეიჭერი ჰალილ იბრაჰიმთანაც, მაშინ როცა შერიფი იქ იყო. ისკანდერის სახლში ღირსეული არავინაა, მაგრამ დიახ, ვიღაც იყო. იცნობ მაგ ხალხს?
მისი სახელი ენვერისგან ხშირად მსმენია. ძმა შერიფს ხშირად ახსენებდა, მაგრამ არ ვიცოდი ისკანდერთან თუ ჰქონდა ურთიერთობა. აშკარაა ფული, რომელიც წამოიღე, შერიფს ეკუთვნის. ჰალილ, ოღუზმა დარეკა, ვინმე შერიფი აქ მოვა. შენთან დალაპარაკება უნდა. კაპიტანთან საავადმყოფოში ყოფილა, მუქარით ელაპარაკა. ოღუზმა თქვა, რომ ფრთხილად ვიყოთ. პრობლემები შეგვექმნება, ჰალილ იბრაჰიმ. ძმაო დავუდ, რა პრობლემა? შიგნით არ შემოუშვებთ და კართან გაუსწორდებით. აქ დაცვის გარეშე არ მოვა თურან. არაფერი მოხდება, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა. მოვიდეს, ზუსტად მას ველოდები. მიდი, მოვიდეს. აიშე, სულ არ შეცვლილ ხარ. ისევ ისეთი ლამაზი და მომხიბვლელი ხარ. Sen de hiç არჩენ შეცვლილ ხარ მითად. hala ისევ კომპლიმენტებს მეუბნები. aynı kur. ნუ თუ შემიძლია სხვაგვარად მოვიქცე, როცა შენ გხედავ. Teşekkür დიდი მადლობა მითად. ნედავს ხო ოჯახიდან იყო, მაშინ შენ სიტყვებს ყურადღებას მივაქცევდი. გინდა მაწყენინო? როგორ ფიქრობ აქ, რატომ ჩამოვედი? იმიტომ რომ ყველას თავისი ადგილი მიუჩინო. ვიცი დამლას როგორ მოვექცე, ფიქრებს დაუკავშირდა და ამით პრობლემები საკუთარი სურვილით გაიჩინა, რას ვიზამთ? შენ კი გისურვებს აღარ განმეორდეს და იცი, შენი განქორწინების გამო სულაც არ მინერვიულია. მე ძალიან ვინერვიულე, მაგრამ აზრი არ ქონდა. ხო მართლა, რატომ ჩამოხვედი? ჩემი სიძე დურსუნი მოკლეს, როგორც იცი. ჩემი დიშვილი იავუზი საღად ვერ აზროვნებს. ლეილაზია შეყვარებული, მაგრამ არ ვიცით ლეილა რას წარმოადგენს. ამ ოჯახს ვინმე ხომ უნდა უხელმძღვანელოს, არა? ამიტომ ჩამოვედი. Seni gördüğüme არ მეგონე შენი დანახვა თუ გამიხარდებოდა. მაგრამ კარგია რომ ჩამოხვედი. სხვა რა გითხრა? ჯერ კიდევ იმდენი რამ მოხდება აიშე, იმდენი რამ. აიშე, რა სიტყვი? ერთად ხომ არ ვისადილოთ? olur. კარგი, Çıkalım. ვისადილოთ. Ama მაგრამ Fikret her მართალია kadar ფიქრეთი yüzüne შენს baksa დის da შვილზეა hala დაქორწინებული, ისევ ჩემზე ფიქრობს. Yani ამას sonra იმიტომ გეუბნები, რომ kaldı რთულ diye. მდგომარეობაში არ აღმოჩნდა. İskender bana ისკანდერმა სამსახური შემომთავაზა. ფიქრეთმა კი ეჭვიანობის გამო ბავშვები წამართვა. Senin de არ მინდა başına პრობლემა bela შეგექმნას. Mithat. მითად, მე? ფიქრეთი შესანიშნავად მიცნობს. ვერ შეძლებს დაკითხვა მომიწყოს. İyi madem კარგი, bir yemek მაშინ ვისადილოთ. კარგი. რა ხდება მერტად? დაბრუნდი? დაბრუნდი ნესიმ. ცხონებულს ვეუბნებოდი, რომ დაბრუნდებოდი. შვილო, ფიქრეთიც მოვა, სკანდალს ნუ მოაწყობთ. რა თქმა უნდა, გაიგო რომ მითათი აქ არის და მაშინვე გამოიქცა. ეგრა შუაშია დამირეკა და მე ვთხოვე მოსულიყო, საქმიანი შეხვედრა გვაქვს. Tabii. რა თქმა უნდა, მხოლოდ ასეა. Görüyorsun. ხედავ მითად. მოვიდეს, რა პრობლემაა, გუშინ მათთან ვიყავი. მაგრამ შენზე რამეს თუ იტყვის, საკადრის პასუხს გავცემ. შენ არ ინერვიულო. დამშვიდდი. თუ რამე არასწორს იტყვი, მაშინ ფიქრეთი იმას გააკეთებს, რაც საჭიროა მეხთად. ამიტომ არც კი ეცადო. ძმაო ნესიმ, ამჯერად მაინც ნუ მეკცევით ასე. იქნებ მე და აიშეს საერთო მომავალი გქონდეს. მე ზუსტად მაგას ვამბობ, რომ მომავალი არ გექნება. შენ კი აიშეზე მელაპარაკები. დიახ, ძმაო, გელაპარაკები. ისევ აიშეზე გელაპარაკები. კარგად გამიგე. ჩემს წინააღმდეგ ჩემმა ძვირფასმა სიძემ განგაწყო. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული აიშეს ახლავე გაგატანდი და გთხოვდი აქ აღარ მოხვიდე, მაგრამ არსებობს შესაძლებელი და შეუძლებელი საკითხებიც. დაუშვათ ფიქრეთი ამაში არ ჩაერევა. ნარგისი მოკლავს. დამიჯერე. ძმაო, ვერავინ ვერაფერს მიზამს.
ამას აიშეს გამო ვამბობ. ისკანდერის ნდობა არ შეიძლება შენს შვილს პრობლემებს შეუქმნის. ესე იგი შენ არ შეუქმნი მეხთად? ძმა უნესი მგთხოვ და მიჯერე. მენდე. იჯექი და გვიყურე ყველაფერი როგორ შესანიშნავად იქნება. რაც გინდა თქვენით, მაგრამ მე ნუ შემეხებით. დიდი მადლობა. გემრიელად მიირთვი შვილო. Tamam Gamzeciğim. კარგი გამზე მე და ლეილა ახლავე გამოვალთ. Kocni. დროებით. Nereye çıkıyorsunuz kızım? სად მიდიხარ შვილო, ჯერ ახლა მოვიდა. გამზესთან ერთად ვისადილებთ ქემალის რესტორანში. მამამისის გეგმებზე მოგვიყვება. Babası bizim için niye plan მამამისი yapıyor? ჩვენთან დაკავშირებით გეგმებს რატომ აწყობს? არ მესმის. ხო, ლეილა. ჯერ ძლიერების დახმარება გვჭირდება. თორემ ისევ კაცების სათამაშოებად დავრჩებით. არაფერი შეიცვლება. Geldi benimki. ჩემი მოვიდა. Hayrola? რა ხდება, სად მიდიხართ? Nereye böyle? Sana soruyor როგორც შენ შენ გეკითხება ლეილა, იმიტომ რომ მე ვერ მკითხავს, უფლება არ აქვს. İkinize bir კითხვა ორივეს დაგისვით, სად მიდიხართ? Yemek უნდა ვისადილოთ, ძმაო. ვისთან ერთად? გამზესთან. sebep? რატომ აქ ვერ ჭამთ? Diyemiyor musunuz? იქ შევჭამ, სადაც მინდა და ვისთან ერთადაც მინდა. შენ არ გეხება. წამოდი ლეილა. müsaade. შენი ნებართვით, ძმაო. Dikkatli olun. ფრთხილად იყავით. Bak. ხედავ? Demin sana რასაც ვამბობდი, უკვე მოხდა. შენი ძმა ამბობს, რომ ქალები ვარ და სახლში უნდა ვისხდეთ. ჩემი აზრით იმის თქმა უნდოდა, რომ მათ ჯიბრზე რამის კეთება საჭირო არ არის. მაგრამ კარგი. Senin ne işin? შენ აქ რას აკეთებ მეხთად? ფიქრეთ. მეც ჩემი ჰაბიტატი მყავს. ყველა უნდა მომინახულო და ვუთხრა რომ აქ ვარ. İyi. კარგი. Dediysen რადგან მიესალმე ადექი, უნდა ვილაპარაკოთ. özel konuşacaklarımız var. ისედაც წასვლას ვაპირებდი ფიქრეთ. კიდევ ბევრი ადამიანი უნდა მოვინახულო. ძმა უნესი მარინერვიულო, სხვა დროს მოვალ და მერე ვილაპარაკოთ. კარგი? ასე მოქცევის საშუალებას რატომ აძლევ მამანესი? Ayşe olan თითქოს არ იცოდე რომ აიშეთია შეპყრობილი. üstüme gelme Fikret. არაფერი მითხრა ფიქრეთ, სიმშვიდე მას შემდეგ დამერღვარაც აიშეს დაშორდი. Huzurum yok. Ya kendimi ტყვიასაც კი გადავეფარები იმისთვის რომ ამათი ხმა აღარ გავიგონო. bulmak için. Bir de bana gel. ამიტომ ნუ მკითხავ აქ ვინმე რატომ იყო. ამ ხალხს აიში არ სჭირდებათ. ქალებს იყენებენ იმისთვის რომ პრობლემები შეგვიქმნან. Neyse. მაგრამ კარგი. იმ ადგილას რას აკეთებდი, სადაც კაპიტანი დაჭრეს. პრობლემამ, რომელზეც ლაპარაკობ, უკვე გვიპოვა. რამდენიმე დღის წინ ენვერი ვნახე და მემუქრა. ეს საკმარისი არ იყო და კაპიტანსაც ემუქრებოდა. Ben de მინდოდა გამეფრთხილებინა, რომ ჩემ გამო არ დაზარალებულიყო, მაგრამ მithვალთვალებდნენ. takip etmiş. მახედა მიგეს. Tuzağa düştük. Ya bu kadar ამდენი რამ მოხდა და beni aramak. ჩემთან დარეკვა აზრადაც არ მოხსული არა? Sen Ayşe'den აიშეს გაშორდი, ბავშვებიც წაიყვანე. Tövbe estağfurullah. ღმერთო ჩემო, აიშეს გავშორდი, შენ კი არა. Senden değil. ყურადღება მიაქცია ჯერ კიდევ მამა ნესიმს გეძახი. Diyorum. Eksik olma. მადლობ შვილო. Ne yapacağız მაგრამ adamlar? ამ ხალხს რა უნდა მოუხერხოთ? ჰალილ იბრაჰიმს ელაპარაკე? Onlar bizi ან ისინი დაგხოცავენ, ან ჩვენ დავხოცავთ. biz ახლავე გეუბნები. ჩვენ მოვკლავთ მამანესიმ. biz onlar. ჩვენ დავხოცავთ.
ჰალილ იბრაჰიმთან მოვედით დავუთ. გელოდებათ ისკანდერ. გთხოვთ, გამომყევით. ისკანდერ, დაუთი მფლობელი არ იყო, ბრძანებების შესრულება როდიდან დაიწყო? ენვარ, სიტყვებს დაუკვირდით, თორემ შეხვალ და ვეღარ გამოხვალ. ენვარ, ფრთხილად იყავი, ამ ადამიანთან ხუმრობას არ გირჩევ. გთხოვთ. გამარჯობა. გამარჯობა. ჰალილ იბრაჰიმ. გუშინ ჩვენთან მოხვედი, მაგრამ სტუმრები გვყავდა. მათი თანდასწრებით რეაგირება არ შეიძლებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, აქ მოვსულიყავით და გვესაუბრა. სწორად მოიქეცით. გისმენთ? თუ ყურადღება მიაქციე, ქანი არ მოვიყვანეთ, იმისთვის, რომ მიხვდე საუბარი ქალს არ შეეხება. მაშინ რა შეეხება? საუბარი ეხება შემდეგს ახალგაზრდავ. როგორც ჩანს, შემთხვევით მოხდა, მაგრამ ჩემი ფული წაიღე. ისკანდერმა გაგაფრთხილა, გითხრა, რომ მისი ფული არ არის და თუ ფულის პატრონი ჩამოვიდოდა, ძალიან გაბრაზდებოდა და ტკივილს მოგაყენებდა. მაგრამ როგორც ჩანს, არ დაუჯერე. ეს კი ძალიან ცუდია. ენვარმა მკითხა, ხომ არ ჯობია გაიძულოთ ყველაფერი? გვითხრა, მაგრამ უპასუხე, რომ საქმის აქამდე მიყვანა არ არის საჭირო. ძმაო, შერიფს უფლება რომ მოეცა, ბიძაშენიც და კაპიტანიც მოკვდებოდნენ. და არ ჩვენთან საუბარი მოგვიწევდა, მაგრამ რა? თქვენი ფული დაგენანათ არა? შენი მესმის ყმაწვილო. ახალგაზრდა ხარ, აგრესიული. აშკარაა რომ ბრძოლას ეწევი, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი შენც უნდა იცოდე. ჩვენც ჩვენი ბრძოლა გვაქვს. მე ვიბრძვი იმისთვის, რომ ადამიანების უფლებებს არ არღვევდნენ, იმისთვის, რომ ყველა პატიოსნად და თავისუფლად ცხოვრობდეს. და თქვენ რისთვის იბრძვით? ჩვენ რომ არა, ისეთებს, როგორიც თქვენ ხარ, საქმე არ ექნებოდათ. ძალა საშუალებას გვაძლევს ფული ვიშოვოთ და შენც ამის გამო იბრძვი ყველასთან და ყველგან. და ისეთებთან, როგორიც შენ ხარ, უგუნურებთან. თუ გინდა იცხოვროთ განსაკუთრებით თავისუფლად, მაშინ ძლიერების გვერდისავლას არ გირჩევ. ჩემს ფულს ნუუყურებ. გასაგებად რომ გითხრა, გზიდან უნდა ჩამომეცალო, მაგრამ თუ გინდა სანაცვლოდ რამე მიიღო, მაშინ მიიღებ. საკმარისია თანხა დაასახელო. თანხა. ჩემთვის სულ ერთია. ახლა კი მე ჩავერევი. ჰალილ იბრაჰიმს სულ ოდნავ მაინც თუ ვიცნობ, ვიცი რომ როცა თანხაზიან ფულზე ელაპარაკებიან, გონია თავის თავს ყიდის. და უარს იტყვის, მაშინაც კი თუ თავიდან დათანხმებას აპირებდა. ჰალილ იბრაჰიმ, მოდი ერთად ვიყოთ. ხო, რა იყო? ერთად ვიმუშაოთ. კი არ დავკარგოთ, ჩვენი ძალები გავაორმაგოთ. აი ამას ამბობს შერიფ ბეი. თუ არა, შემდეგ ჯერზე სასაფლაოზე კი არა, დაკრძალვაზე წახვალ. ენვარ. ისე ლაპარაკობ, თითქოს უკვდავი ხარ. ჰალილ იბრაჰიმა, იმდენივე რაოდენობის ადამიანი დამარხა, რამდენიც შენ ტყვია გისვრია. კარგია. ჩემი შემოთავაზება ასეთია.
მიუხედავად იმისა, რომ ყველამ, ვისაც ეს შევთავაზე უარი მითხრა, მაინც არ შემიძლია არ გკითხოთ. გკითხე. თქვენი ფული მე მაქვს. დაგიბრუნებთ უკანასკნელ ცენტამდე. თქვენ კი აქედან წახვალთ. ქვეყანას გულისხმობ. სხვა ქვეყნებში იყავით მდიდრები. იქ იყავით ძლიერები. იმის თქმა მინდა, რომ იქ მოიპარეთ. მოდი ასე მოვიქცეთ. გაჩუქებთ იმ ფულს, რომელიც წაიღე. მთლიანად. უკანასკნელ ცენტამდე. შენ კი ხელს არ შეგვიშლი. ამ წინადადებაზე რა სიტყვი, ისკანდერ? ძალიან გულუხვი წინადადებაა, შერიფ ბეი. ჰალილ იბრაჰიმ, თუ პრობლემაზე ინებია, ქანს დაველაპარაკები. თუ საჭირო იქნება მსხვერპლს ისიც გაიღებს. სხვა რა გავაკეთო, ჰალილ იბრაჰიმ? დასაწყისისთვის მოეშვი იმის გაცემას, რაც შენ არ გეკუთვნის, ისკანდერ. და თუ შესაძლებელია, საერთოდ გაჩუმდი. ეს უკეთესია. მაგრამ რაც შეგეხება შენ, შერიფ. გააკეთე რაც გინდა. სანამ მეაქვარ ძალიან ბევრს დაკარგავ. ყველაფერს წაგართმევ. უკანასკნელ ცენტამდე. დაი, აღარ განმეორდეს, კაპიტანო, აღარ განმეორდეს. მადლობა ღმერთს შეგიბრალათ და ჩვენთან დაგტოვათ უფალმა. შეიძლება? დასხედით, როგორც გვიბრძანებთ, კაპიტანო. გმადლობ, მაგრამ თქვენთან რატომ დამტოვა? თუ დამტოვა სახელმწიფოსთვის. სახელმწიფო აპატიებს იმას, ვინც ასე მოგექცათ, კაპიტანო. აი მთავარი კითხვა რა არის? სახელმწიფო შურს არ იძიებს, მაგრამ არც მეხსიერების წაშლა შეგვიძლია, რა, კაპიტანო? მართალი თქვი, მუსა. კაპიტანო, მხოლოდ იმის სათქმელად არ მოვსულვართ, რომ ეს აღარ განმეორდეს. იაჰიას აზრით, ეს ენვერის გაკეთებულია. ასე არ არის? იაჰია, ყველაფერი მასზე მიუთითებს, კაპიტანო. იაჰია ამბობს, რომ სახელმწიფოს მოცდენა საჭირო არ არის. რადგან თქვენ აქცევ ხართ, უნდა ენვერს თვითონ გაუსწორდეს. არასწორად არ გაგვიგოთ, კაპიტანო, ეს ჩვენგან. თქვენგან? იაჰია, მეგობარო, განა არ გითხარი, რომ ადამიანი, ვინც წყალს ონკანიდან სვამს, ხვეწნას არ დაგვიწყებს მეთქი. გასაგებია, გასაგებია. გინდათ ჩემთვის რაღაც გააკეთოთ? ყველაფერი რაც შეგვიძლია, კაპიტანო. კაპიტანო, თუ შეგვიძლია რამე გავაკეთოთ, თქვენ სამსახურში ვართ. არის რაღაც. გვიბრძანე, კაპიტანო. ძალიან მაინტერესებს, რას გვეტყვით. ძალიან დიდი ფულის საქმეა. შემიძლია გენდოთ? საქმეში ფულია, ჩვენ ზურგს უკანს სახელმწიფო, თუ ჩვენ არა, მაშინ ვის უნდა ენდოთ, კაპიტანო? ასე არ არის, იაჰია? ასეა, ძმაო. ძალიან სახიფათო საქმეა, მაგრამ როგორც თქვი, ბედისწერას ჩვენ არ განვსაზღვრავთ. ასე არ არის, მუსა? დიახ, კაპიტანო, ასეა. დიახ. ბიძია? ბიძია, მესმის რომ ადექი, მაგრამ სად მიდიხარ? საავადმყოფოში შეხვევაზე წავალ, თან მაიორ მეჯნუსაც ვნახავ. რატომ მეკითხები? ოღუსმა დასასრულის მიდარ ამთხოვა. მაშინ მე თქვენთან ერთად წამოვალ. იქიდან კი რესტორანში. კარგი, შვილო, წამოდი. კარგი, ახლა ავიღებ და მოვალ. ბიძია, ჰალილ იბრაჰიმს უნდა შევატყობინოთ, ხომ გვითხრა, რომ მისი ნებართვის გარეშე არავინ გავიდეს?
თუ ჩემი გამცილებელი უნდა იყო, ჩემს გვერდით დარჩი. თუ აპირებ ისაკეთო, რასაც ჰალილ იბრაჰიმი ამბობს, მაშინ მასთან წადი. არა ბიძია, სადაც შენ იქაც მე. ჩვენ წავუღოთ, რაც კაპიტან ოღუზს უნდა, მაგრამ ედანურის წამოსვლა ასე უმიზეზოდ რა საჭიროა. ქალები უმიზეზოდ არაფერს აკეთებენ. ოღუზი ხომ გუშინ კინაღამ დაჭრეს. ახლა არც ინერვიულობს? მართალია. გთხოვ. გემრიელად მიირთვი. Hayırdır? რა ხდება? Kahveyle რადგან geldiğine ყავით göre. მოხვედი, ჩემთან საუბარი გინდა? სემა, ხომ შეიძლება ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გქონდეს? Bence de. მეც ასე ვფიქრობ. Sen bu evden ამ çekerken... სახლიდან წახვალ და როცა ერთმანეთს შევხვდებით, შესანიშნავი ურთიერთობა გვექნება. ასეთი რა დაგიშავე? თუნდაც ერთი რამ მითხარე, გთხოვ. გამოდმებით ზეინებთან შედარებით, შანსი საერთოდ არ მომეცი. არავის არავისთან ვადარებ. შანსი ზეინებმა არ მოგცა. Anlamadım. ვერ გავიგე? Bak, მომისმინე. Zeynep... როცა ზეინები და ჰალილ იბრაჰიმი ერთმანეთს გაშორდნენ, ჰალილ იბრაჰიმი სადმე შემთხვევით რომ გაგეცნო, მეგობრები რომ ყოფილიყავით და ურთიერთობის შემდეგ დაწყებულიყო, არაფერს ვიტყოდი. მაგრამ დაბნეულ ქალს საყვარელი ადამიანი წაართვი. Böyle olmadan... ორივემ ვიცით, რომ ასე არ არის სემა. Tamam diye... კარგი და უშოთ ასეა. ჰალილ იბრაჰიმი შემიყვარდა. Buna neden ამას პატივს რატომ არსემ? Belki de იქნებ არ gerçekten მჯერა რომ sevgili მართლა გიყვარს. Senin მნიშვნელობა არ აქვს, გჯერა თუ არა. რა უნდა გავაკეთო, რომ დაიჯერო? მაგალითად ჩვენი საუბრები ჩუმად აღარ მოისმინო. კარგი მოგვისმინე, მაგრამ ჰალილ იბრაჰიმთან ენის მიტანა შეწყვიტა. ამით დაიწყე. Aynı evde ერთ სახლში ვცხოვრობ, სემა. konuşuyorsunuz. თქვენ საუბრობთ, მე კი მესმის რა ვქნა? ყურებში საცობები გავიკეთო? benimle konuşan tek ამ kişi სახლში var. მხოლოდ ერთი ადამიანი მელაპარაკება. Ben de yarım yamalak და duydum. მას ვეკითხები, რაც გავიგე. Peki. კარგი. კითხე. და მე? პასუხი მიიღე? რამეს მიიღწიე? Var ama. ვერ მივახწიე. მაგრამ ჩვენი საუბრი ჩვება ვიგრძენი. Belki de Halil İbrahim'e იგრებ ჯობია ჰალილ იბრაჰიმს ვკითხო. sormam gerekiyordu. ჩემთან უნდა თუ არა? Demediğini. Yani. ხო, En azından... იმას მაინც კითხავ, რაც გაინტერესებს და არა იმას, რაც მოისმინე.